მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ძალიან მაგარ წვრთნელთან მაქვს ვარჯიში, ვართან ფილიპსიანთან. იგი იყო ინგლისის 18-ის მოკლედ წვრთნელი და აი ისიც. Hey guys, today we're gonna training with Tsotne Sulaveridze and let's see. Მოდი ბიჭო აქ, მოდი. მოკლედ დავალაგებთ ფიშკებს. მე ცოტა ქართული და დავიწყებთ ვარჯიშს. ნუ როგორც ხედავთ, დავალაგეთ. კაი, ახლა სერიოზულად. ისე ხუმრობის გარეშე Tsotne არის ნახევარმცველი და გავაკეთებთ ნახევარმცველის დრილებს. დავალაგებთ ფიშკებს, ყველაფერს გაჩვენებთ რა რატოდევს, სად რა უნდა გააკეთოს, ამ შემდეგ და დავიწყებთ ვარჯიშს. ამ მწვანე რგოლში ფეხის დაფიქსირება უკან ნახტომი, ამას გავაკეთებთ, აქ ბალანსი, პასები და აი აქ არის მთავარი ნახევარმცველისთვის. მოგეხსენებათ ნახევარმცველი ზურგით ბევრი თამაში უწევს, აი როცა ბურთს იჭერს გუნდი, ზურგით დგას და რა თქმა უნდა აპრესინგებენ მას უკნიდან, ამიტომაც ესენი შემოსაზღვრულია ისე რომ გასაქცევი არ სადგა ფაქტიურად და აქედან კარგად უნდა გამოვიდეს და კარგად უნდა დამიგოროს პასი, ეს აზრი ექნება ამ ვარჯიშს და წესით კაი ვარჯიში უნდა გადმოხდეს. აი ხედავ, უჩირს Tsotnes, უჩირს ბალანსი, მაგრამ გამოვასწორებთ ერთად. უღურეთ Tsotne. მე შეიძლება არ გამოვივიდეს, მოდღი ცოტა, მაგრამ ცოტას გაჩვენე. 1 2 ცოტა დიხანი არ ვიდეო პაუზა. 1 2 პაუზა იგა. ხო, პაუზა ეს არის, ხა ნუ დაიბოღმე რომ გამოვიდე. ის ვერი, ეს არ არის თითის ვერი, თითის ვერი. თითის ვერი. Tsotne ცალფერზე უნდა დადიეს, აი ბურთს გადმომიგდებს. უკან აძლევს პას, ამას აკეთებს ბევრჯერ სხვადასხვა ფერზე. მერე შედის აქ ამაში, აქ უთამაშებ პასებს და სადღაც მეოთხე პასე უკვე უნდა შეძლოს და ერთი შეხები კარგად უნდა გამოწვეს აქედან. ჩავედი მე ინგლისში მეჩქარება. გვასწრე, ფაქტი კაია. იგ რა დარტყმა. ის გაუღვა Tsotne, ბიგფორდი აიღებს მაგრამ. ბიგო ამხელა იყო ბიგფორდი. მე რო ვარჯიში. უნდა გავიტანო, მინასდია გაკეთე. მომე ბურთი რა 2 წამი მომე. უდარზეა გაკეთებული აქცენტი თუ? ბურთი მომე 2 წამი მომე. ნუმანერი. ეს არის დარტყმა, ცოტა დარტყმას ვივარჩიო, ცოტა თითქოს უაზრო ვარჩია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და სადეთ აუცილებლად. აი ასე უნდა შეძლოს თელი ძალით დარტყმა. რახან ეს ვარჯიში გავაკეთეთ, უკვე ცოტა გართულების დროა და ამისთვის ჩვენ გვაქვს წონები, ფეხის წონები, რაც Tsotne საშუალებას მისცემს უფრო გაურთულოს დარტყმის საქმე. მაგრამ შეეცდება კარგად დაარტყას გამოუქანებელი. He has no power on his left leg and left არის, right. მე ფეხზე მივერტყი ფეხისთვის. პროსტა. მოკითავ Tsotne, მოკითავ. ხო, ეს რა ქვია და აუტი. ვივარჩევთ ამ ყველაფერზე და მოკლედ იმედია გამოუსწორდება რა, თორე ქათამს გავს. როგორც ხედავთ, უკეთია ის ლურჯი სიმძიმეები და ორმაგად უფრო რთულია ეს მისთვის. მაგრამ ნახეთ როგორი hard work ბიჭია. ამ კვირაში კი პირველად ვარჯიშობს, მაგრამ ნახეთ რეებსა მიტიცო. ახლა გავაკეთებთ კიბეებს, ის კიბეები არა უღუნთ, კიბეებს. Tsotnes უკეთია ის ლურჯი სიმძიმეები, ორმაგად უფრო გაურთულებს საქმეს და მერე მოხსნით და ვნახოთ Tsotne იფრენს. მართალია ქათმები არ დაფრინავენ, მაგრამ ცოტა სხვადია რა. რა უნდა რა თქვა? მერე იქ რა ვიფრენ? ქათმები ყვარდი.
დაიწყე ვარჯიში. დაიწყებს ცოტნე მოვლა. ქათმი ხო არ დაფრინავენ, ხო და რა დონეზე დაფრინავენ, ვეცდებით რომ იმ დონეზე ავიდეთ. სამბა! ეს ვარჯიში რაში მდგომარეობს, ხო? უნდა გააკეთო სამ ვარჯიშებით და მოუმატოს ასე ვთქვათ მას. მიდი ცოტაც. სწრაფად. შორია, ახლოს. ის მოსინჯა წერა, ხო ხვდებით? იმედია გამოგადგათ, რაც გავაკეთეთ, ასე თუ ისე ყველაფერი ახსენეთ. გამოიწიეთ ახი რა იქეთ ვიდეო. ამას თუ არ ვითყვით ისე არაფერს არ ვშევებ. დაგემშვიდობებით და რა ვიცი, იმედია რაღაც ის. ცოტა იცი როგორ უნდა დავიხარო ვიდეო. აი ესე რა. აბა ეს რა. ამასთან ერთად არხი რატო დავიწყე ვაფშე.